ყველას მოწონს ისრაელი, მაგრამ არავის არ ესმის, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა ებრაელის გულში და ტვინში ერთი რამ იყო, რომ ისრაელი უნდა ყოფილიყო ძლიერი. და ამიტომაც შეძლეს, კაცო. მართლა ის კი არ არის შეთქმულების თეორია, რომ 3 მილიარდერი ებრაელი თურმე აფინანსებს და ფულს აყრეს. არა. მე ბევრ ებრაელთან მქონია ურთიერთობა. ისეც, რომელიც ისრაელი მის მამასაც არ ჰქონდა ნანახი. არც დაბა და არაფერი არ უნახავს, მამა არც თვითონ არც მამამის. მაგრამ მზად იყო ნებისმიერ დროს რიცხავდა ფონდებში თავის შემოსავლის მეათეც. მზად იყო ნებისმიერ დროს მთელი თავისი ქონება დაეთმო, თუ კი მამას მოითხოვდა ისრაელის სახელმწიფო. აი ესეთ ხალხს ვიცნობდი მე და ვიცი რომ მართლა არსებობენ ეგეთები და ანუ თუ კი შეუძლია სხვა ერს იყოს მზად საკუთარი ქვეყნისთვის ნებისმიერ დროს გადადოს ყველაფერი და დაეხმაროს ერთი გუთანი რო გაუსვა მეზობლის ეზოს ხო შეგიძლია ან ხო შეგიძლია მაგალითად გვერდში დაუდგე ისეთ ადამიანს ვიზეც დარწმუნებული თუ არ ხარ ის მაინც იცი რომ არ დაუშავებია ამ ქვეყნისთვის კაცო